ქრისტემ დაგლოცოთ სახელით მამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაით. ვფიქრობ, ყველა ქართველისათვის და საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანისათვის ეს დღე მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია იმით, რომ დღეს ჩვენი განმანათლებლის ხსენების დღეა, მისი გარდაცვალების დღეა და ჩვენთვის ჩვენი ერის მოქცევა არის მუდამ, მე ხშირად მithქვავს ხოლმე, მუდამ ჩვენს თვალწინ არსებული სასწაული, ანუ ნიშანი ღვთისაგან. მოცემული რომ არ დაგვაუწყდეს ქართველებს თუ როგორ მოხდა ჩვენი მოქცევა. ჩვენი მოქცევა მოხდა არა იმდენად პოლიტიკური გადაწყვეტილებებით და ინტერესებით და ასე შემდეგ, არამედ ეს მართლაც აი პირდაპირ ღვთისაგან ჩარევა იყო, როდესაც იცით თითქმის ბავშვი შემობრძანდება, რაღა თითქმის ბავშვი შემობრძანდება საქართველოში, წმინდა ნინო და მართლაც აი საოცარი მადლმოსილებით ხდება ჩვენი ერის მოქცევა ზვავისებურად და თუ არა თქვა საღვთო ჩარევით, ლოგიკურად უბრალოდ ვერაფრით ვერ ახსნი ჩვენი ერის ეს სწრაფად გაქრისტიანებას. თუმცა მანამდე არსებობდა თემები ქრისტიანული, როდესაც მოციქულებმა იქადაგეს, მაგრამ ეს მოციქულთა ქადაგება და თემები ქრისტიანული არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ მთელი ერი გაქრისტიანებულიყო და ქრისტიანობა გამხდარიყო ქართველთა და საქართველოში მცხოვრებ ადამიანთა ეროვნული ნაციონალური რელიგია. ანუ ჩვენი ტრადიციები და ყველაფერი ეროვნული კულტურა რომ შემდგომ გაქრისტიანებისა აღმოცენებულიყო ქრისტიანობაზე. და ეს მართლაც არის სასწაული. მაგრამ სასწაულთან ერთად ეს არის, რა თქმა უნდა, პასუხისგებლობა ძალიან დიდი. ძალიან დიდი პასუხისგებლობა უპირველეს ყოვლისა ჩვენი სასულიერო პირების პირველ რიგში, იმიტომ რომ დედა ნინო მოციქულთა სწორია. ყოველი სასულიერო პირი მოწოდებულია იყოს მოციქული. იყოს მოციქული ნიშნავს იმას, რომ იგი იყოს განკურნებული ადამიანი, უფალი გახსოვთ, როგორ ბრძანებს სახარებაში, კურნალო განიკურნე თავითვისი. მღვდელი არის და მოციქული არის კურნალი, შეიძლება ასე ითქვას, რომელიც არის განკურნებული და ამ განკურნებაში, საკუთარი თავის განკურნებაში მას თავადვე ლომის წილი აქვს და დიდი გამოცდილება აქვს, მას აქვს შესაძლებლობა სხვა ადამიანების განკურნებისა. იმედია თქვენ ხვდებით, აქ საუბარი არ არის ხორციელ განკურნებაზე. აქ საუბარი არის იმ განკურნებაზე, როდესაც ადამიანი ბიოლოგიურად მაცხოვრებელი, როგორც ვასილ დიდი ამბობს, თუ არ ვცდები, ადამიანი არის ცხოველი, რომელიც შეიძლება ღმერთი გახდეს, აი ცხოველად მყოფი ღვთის ხატი, ოღონდ ეს ღვთის ხატობა მართლაც დამარხულია ჩვენს ცხოველობაში, როდესაც ცხოველად მყოფი ადამიანი ხდება ნელ-ნელა აცნობიერებს თავის ღვთის ხატობას, ნელ-ნელა მიისწრაფის ღვთის მსგავსებისაკენ და საბოლოო ჯამში ხდება განღვთობილი და ხდება მადლით ღმერთი. აი კურნების პროცესი და კურნება ეს არის. ანუ განკურნებულია ის ადამიანი, რომელსაც მთელი შინაგანი სამყარო გაერთიანებული აქვს და ამ გაერთიანების თავში დგას არა ხორცი, არა ჩვენი ნერვული სისტემა და სამშუნელი, არამედ სული, რომელიც თავისი ღვთისაგან მოცემული ენერგიით, ანუ თვალით, ანუ გონებით ისწრაფის ღვთისაგან. აი დღეს აღმოვიკითხეთ სახარებაში მათე მახარებელთა როგორ აგზავნის მოციქულებს უფალი და რა დავალებას აძლევს. და ხშირად გვითხოვს, რომ ნებისმიერი რამ რაც ხდება, რასაც ვკითხულობ ჩვენ სახარებაში, უნდა აღვიქვათ ის, რა თქმა უნდა, როგორც ისტორიული რეალობა, რომელიც დაიწერა და რომელიც ჩვენ გვეცნობა, მაგრამ გარდა ამისა, გვახსოვდეს, რომ ყოველთვის აი ამ ისტორიულ რეალობებს, გამონათქვამებს უფლისა და უფლის მიერ მინიჭებულ ძალებს და უფლის მიერ ჩადენილ სასწაულებს, ყოველთვის და ნიშებს ყოველთვის უნდა სულიერი გაგება. ესეთ რამეს ეუნება დღეს სახარებაში, ვინც ყურადღებით ისმენდით, საცისკრო სახარებაში, ესეთ რამეს ეუნება მოციქულებს უფალი. რომ წარვედით და ანუ საქადაგებლად აგზავნით, მისიონერობისათვის აგზავნით და რას ეუნება? მკვდართა აღადგინებდით, კეთროვანთა განსწმენდით და ეშმაკთა განასხმიდეთ. ანუ აქ შემთხვევაში ჩვენ უკვე ხვდებით სულიერად რაზეა საუბარი. ყოველი ადამიანი ამას ხშირად ვამბობთ და ვამბობთ არა იმიტომ, რომ ჩვენს გონებას, ჩვენს უпроსორად, ჩვენს განჯის უნარს
ავიწყდება. არ გვავიწყდება. ვიცით, გავიგეთ ერთხელ და სამუდამოდ. რამდენჯერ უნდა გითხრა მამა, რომ ადამიანი მკვდარია. მე არ გეუბნებით ეს ეკლესიის სწავლებაა ესეთი. და წმინდა წერილიდან მომდინარეობს. მაგრამ ჩვენ ამას ვიმეორებთ არა იმიტომ, რომ თვითონ ეს სიტყვა გვავიწყდება, რომ ადამიანი მკვდარია სულიერად, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ცხოვრების წესით ვივიწყებთ ამას. ჩვენ ყოველდღიურობაში ეს არ გვახსოვს და რა თქმა უნდა, ეს არ გვახსოვს ჩვენ ქრისტიანულ ცხოვრებაში. როცა ჩვენ ლოცულობთ, როცა ჩვენ ვცდილობთ აღსარება ვთქვათ, ვეზიაროთ, როცა ჩვენ გვაქვს ურთიერთობა მოძღვართან, როცა ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ერთმანეთთან, ჩვენ ეს ყოველთვის გვავიწყდება. და როცა ეს და მკვდარი იცით როგორი არის საერთოდ, ხორციელად და სულიერად არანაკლებ უარესია, როცა ჩვენ ეს გვავიწყდება, მაშინ ჩვენში წინ წარმოიწევს ჩვენი დაცემული ბუნება თავისი უბედურებებით, რომელიც ჩვენში არსებობს და უკვე ჩვენ შორის ურთიერთობის ჩვენს შორის ურთიერთობაში, ადამიანთა შორის ურთიერთობაში, ქრისტიანისა მოძღვართან, მოძღვრისა მოძღვართან, ერთმანეთთან და ჩვენი ურთიერთობა ღმერთთან, აი ამ ურთიერთობებში მოციქული ხდება არა ჩვენი დაცემული ბუნების, მკვდარი რო ქვია, ბოლომდე გააზრება და აქედან გამომდინარე სიმდაბლე, არამედ ჩვენი მზვაობრობა, ჩვენი წარმოდგენები საკუთარ თავზე, ჩვენი პატივმოყვარეობა, ჩვენი ანგარება, ჩვენი შური, ჩვენი ეგოიზმი, ჩვენი არაწმინდება, სიძვისმიერი, მრისხანება, გაღიზიანება, აი ეს ხდება შემდგომში ჩვენ ურთიერთობებში ერთმანეთთან და ღმერთთან მოციქული. და არა კიდევ ვიმეორებ, სიმდაბლე და არა ის, რასაც სიმდაბლის წინაპირობა საკუთარი თავის ადეკვატური ახმა ქვია. აი მოციქულებს ესე აგზავნის, მკვდართა აღადგინებდით. დიახაც ჩვენ ვართ სულით მკვდარნი და მოციქულების ერთ-ერთი უპირველესი საქმიანობა და აქედან გამომდინარე ჩვენი სასულიერო პირების უპირველესი საქმიანობა არის ადამიანთა მკვდარი სულების გაცოცხლება. ადამიანის სულებს დაუბრუნოთ მისი გონება, რომ ამ გონების მიერ მან შეძლოს ღმერთის ხედვა, რომ ღმერთის დამნახავი უკვე გონებით სული განიწმინდოს და გახდეს საუფლო მადლისა სულისა წმინდისა, მოიხვეჭოს სული წმინდის მადლი. შემდგომ ასეთი სული მოექცეს სათავეში მთელ ჩვენს ბუნებას, როგორც სამშვიდმელს, ისე ხორცს, დაიმორჩილოს იგი და ყველაფერი ეს მიუძღვნას უწმინდა სხერპლად უფალს და დაიწყოს მისი განხრთობა. თუ ეს არ მოხდება, მაშინ ჩვენი სული სავსე იქნება იმ ვნებებით, რომელიც მასზე გაბატონებულ სამშვიდმელს და ხორციელ ბუნებას აქვს და ყველაფერი ეს წარმოაჩენს იმას, რომ სული არის მკვდარი. იმისათვის რომ მღვდელმა შეძლოს სხვისი გაცოცხლება და მოციქულმა და აქედან გამომდინარე მათმა მემკვიდრეებმა სასულიერო პირებმა თავად უნდა იყვნენ სასულიერო პირები გაცოცხლებულნი. ეს გაცოცხლებულობა რას ნიშნავს? იქვე მეორე დავალებაში ჩანს. კეთროვანსა განსწმენდით. ამ შემთხვევაში აქ ჩვენ ვგულისხმობთ და უნდა ვიგულისხმოთ, კეთროვანებაში უნდა ვიგულისხმოთ სულიერი კეთრი. არ ვის ვნებები, კვლავ რომელიც წეღანაც ჩამოვთვალე, ხშირად ვამბობთ, ის ვნებები, რომლითაც ჩვენი დაცემული ბუნება და ჩვენი მკვდარი სული საკუთარ თავს ავლენს. მისგან გათავისუფლება ჩვენ ვიცით არის რთული. რთული კი არა, შეუძლებელი, უფალი ამას ამბობს, რომ შეუძლებელია ადამიანისათვის ხონება. რატომ არის რთული? იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ბუნება. ჩვენ ეს ვართ, ჩვენ სხვა არაფერი არ ვართ. აი ეს კეთროვანები ვართ ჩვენ და ამისათვის რომ ადამიანი ამისგან განთავისუფლდეს, ის აცნობიერებს ჯერ რომ მკვდარია და შემდგომში ღვთის მოხმობით ხდება მისი განწმენდა. თუმცა ამას წინ კიდევ მრავალი რამ უძღვის, იგივე ღვთის შიში, ანუ იმის შიში რომ არ დავკარგო ღმერთი ჩემი ამ მდგომარეობის გამო. იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ კეთროვანიცა ვარ და მკვდარიც, მიუხედავად ამისა, ჩემ პიროვნებაში არის რაღაც ისეთი რამ დარჩენილი, რომელიც ღმერთს საშუალებას აძლევს ჩემში შემოვიდეს. ეს უპირველეს ყოვლისა არის რწმენა, რომელიც გონების ნაცვლად მომეცა, რომ ვერ ხედავ, მაგრამ აი რწმენა მომცა, თითქოს აი ყავარჯენი ჩემი სულისა გონების მაგივრად მოცემული, რომ აი რწმენით რაღაცნაირად ვეძებო, ოღონდ ის უნდა გაცოცხლდეს. ანუ შიში, ამ რწმენით დანახული შიში, რომ მე შეიძლება დავკარგო ღმერთი და შემდგომში უკვე ბრძოლა იმისათვის, რომ როგორმე ღმერთისათვის გაიხსნას ჩემი სული და ჩემი გული.
და მესამე ეშმაკსა განასხმიდეთ. ეშმაკნი, ანუ რომლებიც სწორედ აი ამ კეთროვანების გამო, ამ დაცემული ბუნებიდან გამომდინარე ჩვენში არის ეს ვნებები, ამ ვნებებს იყენებენ როგორც ერთგვარ, როგორც ადრე გითხარით, თითქოს აეროდრომებს და მასზე კარგად მოკალათებულან და იბარტყებენ და მრავლდებიან ჩვენში. და უბედურება ის არის, რომ ჩვენი დაცემული ბუნება საკუთარ თავს ავლენს არა მარტო კეთროვანებით, ანუ სულიერი ვნებებით, რომელიც უკვე მისი ბუნების ნაწილი ხდება, არამედ იმ დემონური სამყაროთიც, ანუ ჩვენი დაცემული ბუნება, ჩვენი პიროვნებად საკუთარ თავს თავის დაცემული ბუნებით ავლენს და კიდევ ვიმეორებ, არა იმ ბუნებრივი მდგომარეობით კეთროვანება რო ქვია, არამედ მთელი დემონური სამყაროთი. ეს არის თითქმის შეპყრობილობა, შეიძლება ასე ითქვას, ოღონ იმ შეპყრობილობისგან განსხვავებით ეშმაკეულობა რო ქვია, იმისგან განსხვავებით აქ პასუხისგებლობა გაცილებით დიდია, იმიტომ რომ იმ შემთხვევაში, როცა ადამიანს ეშმაკი ნებას ართმევს, უკვე როცა ნება წაართვა, კი ცოდოა, მაგრამ ნება წართმეული აქვს და რაღა უნდა მოსთხოვო, შეურაცხადია. აი შენ რომ ნება წართმეული არ აქვს და შენში რომ ბატონობს მაინც დაცემული ანგელოზი, არა მარტო შენი დაცემული ბუნება, არამედ დაცემული ანგელოზი, თან ბატონობს ისე რომ მისი აზრები, მისი გულის სიტყვები და ზრახვები შენი გონია და შენათ მიგიჩნევია. და როგორც წინა მამები ამბობენ ბოლო ჟამსო განსაკუთრებით ადამიანები დემონებსაც გაუსწრებენო მზაკრობით. აი ესეთი რამე, აი ესეთ მდგომარეობაში ვიმყოფებით ჩვენ, აი ამისგან გათავისუფლება. ხომ გესმით, ესე იგი, ავალებს მოციქულებს რას? ღვთის მადლით გასაგებია, მაგრამ რას ავალებს? ისეთ რამეს ავალებს, თუ მათ თვითონ ამის გამოცდილება არ ექნებოდათ, მათთვის ეს აბსოლუტურად შეუძლებელი იყო. გასაგებია, თავიდან პირველად უფალი ძალიან ძლიერ მათს აძლევს და ამ მადლის საშუალებით მოქმედებენ, მაგრამ გახსოვთ ის შემთხვევა, როდესაც უფალმა მოციქულებმა ვერ განკურნეს, როცა უფლის ფერის ცვალება ხდებოდა, პარალელურად დანარჩენი მოციქულები იმ სამის გარდა ვერ კურნავენ ავადმყოფ ბავშვს, რომელიც შეპყრობილია, ეპილეფსია ან რაღაც გავსი რაღაცა ჭირს, ეშმაკეულია ფაქტიურად. რატო ვერ განკურნეს და შემდეგ უფალი განუმარტავს, რატო ვერ განკურნებს? ნათესავი ესე, ანუ ეშმაკზე მიანიშნებს, განვალს მხოლოდ ლოცვითა და მარხვითა. ანუ მათ მოციქულებს არ ქონდათ ღვაწლი, ჯერ არ ქონდათ. მაგრამ ამით მიგვანიშნებს, რომ ჩვენ სასულიერო პირებს უნდა გქონდეს ლოცვაცა და მარხვაც. მარხვა რას ნიშნავს? მარხვა ნიშნავს საკუთარ თავზე გამარჯვებას, ხოლო ლოცვა ნიშნავს ღმერთთან ცოცხალ ურთიერთობას. ერთმანეთის გარეშე ეს ორი სათნოება არ არსებობს, ერთი მეორეს აძლიერებს. მაგრამ აი ამის გარეშე შეუძლებელია მღვდელმა განიკურნოს საკუთარი თავი და თუ ის არ განიკურნავს საკუთარ თავს, ყოველ შემთხვევაში თუ არ იქნება კურნების გზაზე დამდგარი. კურნების გზაზე დამდგარი თუ არ იქნება, მაშინ სხვას ის ვერ დაეხმარება. და მისი სიტყვები, რაც არ უნდა მაღალ ფარდოვნად საუბრობდეს, ჰაერში გაბნეული რაღაც მექანიკური ენერგია იქნება, რომელსაც თან არ ახლავს სულიერი მადლისმიერი ენერგია. ასე რომ ჩვენი სასულიერო პირების პასუხისგებლობა ძალიან დიდია და რამდენად ვამართლებთ ჩვენ ამ პასუხისგებლობას, ეს უფრო რა თქმა უნდა უფლის განსასჯელია და ალბათ მრევლისაც გარკვეულწილად, თუმცა მე მაინც მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიმყოფებით. მე კვირასაც გითხარით, როდესაც სასულიერო პირებს არ შეგვიძლია ენა გავაჩეროთ მსახურების დროს საკურთხეველში და დაუღალავად ვლაქლაქებთ, იმიტომ რომ როცა საკურთხეველში არ ლოცულობ, დანარჩენ ყველაფერს უკვე ლაქლაქი ქვია და სხვა არაფერი, როდესაც ჩვენ აი ასე ამგვარად ვიქცევით, რომელ განკურნებაზეა საუბარი, ჩვენ არა გვაქვს იმ დონის რწმენაც კი, რომელიც შეიძლება ღვთისმოშიშ ერისკაც ქონდეს, რომელიც საკურთხეველში შიშით იყურება და ამ დროს შესული ხარ შენ სასულიერო პირო და ლაქლაქებ, არ გეწყინოს, იმიტომ რომ კიდევ მეორე, თუ არ ლოცულობ, მაშინ ყველაფერი დანარჩენი ლაქლაქია. და როდესაც ჩვენ ამგვარ მდგომარეობაში ვიმყოფებით, როცა ჩვენ ის რწმენის საწყისიც კი არა გვაქვს, რომელიც ღვთის შიშად იწოდება და ამ დროს დავალება გაქვს ღვთისაგან, რომ სხვები განკურნო. წარმოგიდგენია, ჩემ თავს ვეტყვი, მღვდელო, რომ მოკვდები რა დაგემართება. გარდა ამისა, ღვთისაგან მონიჭებული მადლის გარდა ჩვენ გვჭირდება ამავე დროს დიდი ღვაწლი და ეს ჩანს იმ საკითხავში სახარებისა, რომელიც დღეს წირვაზე დიაკონმა ამოგვიკითხა, როდესაც გახსოვთ 5-10 ქალწულის იგავი, 5 ბრძენი და 5 სულელი და მათ შორის არის ერთი განსხვავება, რომ სულელი ქალწულების ლამპარში ზეთი დაიშრიტება. ზეთი ეს არის სათნოებითი ცხოვრება.
ანუ ღვაწლი, რასაც როგორც ვამბობთ ხოლმე, ანუ ის სათნოებით ცხოვრება, რითაც ადამიანი სულიწმინდის მადლს მოიხვეჭს. და შემდეგ უფალი გახსოვთ, რა შეუნება ამ სულელ ქალწულებს, რომ არ გიცნობთო მე თქვენ. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ მათ მიუხედავად იმისა, თითქოს და საწყისი მადლიც ქონდათ, რწმენაც ქონდათ, თითქოს და ქრისტეს სახელს ახსენებენ, თითქოს და მას ელოდებიან, სინამდვილეში არ აქვთ რა სათნოებითი ღვაწლი, ლოცვისა და მარხვისა. არ აქვთ ბრძოლა იმ საკუთარ დაცემულ ვნებებთან, ბუნების ვნებებთან, რომელსაც ჩამოვთვლით ხოლმე, რომელიც ადამიანის შიგნით არის. ვერ ხედავენ რა იმას, რომ მკვდარნი არიან და გულარხეინად ფიქრობენ, რა ცოცხლები არიან, გულარხეინად ცხოვრობენ. შეუძლებელია იყო მკვდარი და ვნებებით ახსავსე და ამას არ მიაქციო ყურადღება და შენ ქრისტიანულად იცხოვრო, იმიტომ რომ რას ნიშნავს სათნოებითი ცხოვრება? რას ნიშნავს ლოცვა და მარხვა? გაითვალისწინო რა მდგომარეობაში იმყოფები და იქიდან ამოხვიდე, ხო? როდესაც ეს არ აქვს, სათნოებითი ცხოვრება არ არსებობს. და ესეთი ადამიანი დაშრეტილი ლამპარია, ჩამქრალი, ბჟუტავი ლამპარია. ანუ ნახეთ, ჩვენი შინაგანი სამყარო ვერ ანათებს, არ შეუძლია დაიტიოს საღვთო მადლი. მკვდარია, ჩამქრალია, ჩაბჟუტულია. ამიტომ არის უფალი გვეუბნება, არ გიცნობთ ესეთ შემთხვევაში. იმიტომ რომ ჩვენ შორის პიროვნული ურთიერთობა არასდროს ყოფილა. მე თავიდან მოგეცი წინდის სახით ნიჭი, მადლი, რომ შემდგომში გაგემრავლებინა ეს ტალანტი და შენ არ გააკეთე. ამიტომ არ გააკეთე რას ნიშნავს? არ გინდოდა შენ იყავი პარაზიტი საღვთო ენერგიისა. ისე როგორც ყოველი ადამიანი პარაზიტია საღვთო ენერგიისა, რომელიც უღმერთო ცხოვრობს. იმ საოცარ სამყაროს ხედავს, იმ მზეს ხედავს, ის გული უცემს, რომელიც ღვთისგან არის, ყველაფერი ღვთისაგან მონიჭებული გაქვს, როგორც პავლე მოციქული ამბობს, კაცო, რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია, ყველაფერი რაც გვაქვს ღვთისაგან არის და ამ დროს ღმერთი არ გინა, პარაზიტი ხარ, აბა ვინახარ. აი, როდესაც ამგვარ მდგომარეობაში იბჟუტები არა იმიტომ, რომ ღმერთი გაკლებს რაიმეს, არამედ შენ არ გინდა ღმერთი და შენი მდგომარეობა არის დაშრეტილი, დაბნელებული, არ შეგიძლია ღმერთის მადლის დატევნა. ამიტომაც გეუბნება უფალი, არ გიცნობ, არა გვაქვს ჩვენ ერთობა, ეს არის სამწუხარო რეალობა. ამიტომ ერთის მხრივ ღვაწლი, უпростоრად ერთის მხრივ მადლი მოცემული უფლის მიერ სასულიერო პირებზე და ამით მთელს ეკლესიას, მეორეს მხრივ ჩვენი ღვაწლი, ანუ სათნოებათა დაგროვება და სათნოებებით ცხოვრება, რომ ჩვენი ლამპარი არ ჩაქრეს და არ ჩაიბჟუტოს. და ეს არის ის ცხოვრების წესი, რომელიც წმინდანინო მოგვიტანა. ჩვენ რა გადაგვჩენია, გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი გავაცნობიეროთ და შესაბამისად ვიცხოვროთ. ჩემ თავს მოუწოდებ, რომ ჩემ თავს ვეუბნები, რომ თეოდორე ყოველთვის მღვდელი იყავი. დაგავიწყდება ეს, რასოდეს? მაშინაც კი როცა გძინავს. ეს არ არის ფიგურალური გამოთქვა, რაღაც სიმბოლური. მე ადრე მგონი გითხარი კიდევაც, რომ ერთ-ერთი მამა ამბობს ესე, რომ ადამიანი სიზმარში ხშირად ხო ხედავს თავის თავს, ან თავის თავს რაღაც გარემოში. დააკვირდიო, გაიხსენე, აბა შენ თავს როგორც მღვდლად ხედავდი თუ ერისკაცად. და თუ შენ სიზმარში შენ თავს ერისკაცად ხედავდი, ესე იგი შენი საქმე თლად კარგად ვერ არისო, ის ამბობს. იმიტომ რომ შენ ძილშიც კი არ უნდა გადაგავიწყდეს, რომ შენ მღვდელი ხარ. ყოველთვის უნდა გახსოვდეს ეს და ამიტომ სიტყვა მღვდლისა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არა მარტო ამბიონიდან როცა ქადაგებს, არამედ როცა ამბიონიდან დაბლა ჩადის და თუნდაც ბაზარში იმყოფებოდეს, მისი სიტყვა ყოველთვის მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ გუშინაც გახსოვთ, აღმოგიკითხეთ ივანე მოციქულის პირველი ეპისტოლედან, მეორე თავია თუ არ ვწდები, მეორე თავში კი, რომ თუ გინდა რომ ღმერთთან ვიყოთ, ისე უნდა ვიდოდეთ, ანუ ისე უნდა ვცხოვრობდეთ, როგორც თავად ქრისტე ვიდოდა, ანუ ცხოვრობდა. და ქრისტე ყოველთვის ქრისტე იყო, ის ხომ არ იყო ხან იყო და ხან არ იყო. ამიტომ ჩვენ სულ უნდა ვიყოთ მღვდელნი, ქრისტესნი. ასევე ქრისტიანები, ერის ადამიანები. არასოდეს არ უნდა დაგავიწყდეთ, თქვენ ქრისტიანები ხართ. არასოდეს არ უნდა დაგავიწყდეთ თქვენ მაზიარებელ ადამიანებს, რომ ქრისტესთან ერთობაში ხართ, ისეთ ერთობაში, რომლის შუაში თქვენსა და ქრისტეს შუა არაფერი არ არის, შენ და ქრისტე და როგორ შეიძლება ეს დაგავიწყდეს, როგორ შეიძლება ქრისტეს სხეულის ნაწილს დაავიწყდეს. ეს რაში უნდა ვლინდებოდეს, როცა არ გავიწყდება ყოველთვის სიტყვაში, მზერაში, ქმედებაში.
ყოველთვის ისე უნდა მოიქცე, როგორც ქრისტე იქცეოდა. ივანე მოციქული იმ სიტყვებს არ ამბობს მღვდლებზე. ივანე მოციქული იმ სიტყვებს ყველა ქრისტიანზე ამბობს, რომ ცხოვრობდეთ ისე, როგორც ქრისტე ცხოვრობდა. ვიცხოვროთ ესე, როგორც გვასწავლეს მღვდლებმაც, ერის ადამიანებმაც. ჩვენს გადარჩებით, ჩვენს გარშემო ძალიან ბევრი გადარჩება. და წმინდა ნინოს ნაქადაგები საქართველოს გარწყინდება. თუ არა და რაც და გვჭირს ახლა და რაც გვემართება, კიდე უარესი დაგვემართება. იმიტომ რომ ცოცხალი თავით არ გვინა დღეს ქართველებს დაუჯეროთ დედა ნინოს მიერ ნაქადაგებ ჩვენს მოძღვარს იესო ქრისტეს, რომელიც ხაზგასმით გვეუბნება, რომელსაც სულ შემოდგომა ჩემდა. უარყავ თავი თვისი, აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდექინ მე. ამინ. მადლიოფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. ყველას გილოცავთ, რა თქმა უნდა, ნინოებს განსაკუთრებულად ულოცავ, მაგრამ ყველას გილოცავ. გაიხარეთ.